ლანისიხეში დღეს ინდისის პატიმრები მოინახულეს. ოჯახის წევრებმა შეძლეს, რომ სხვადასხვა აქციაზე დაკავებული დემონსტრანტი ენახათ, გაეცვალათ ემოციები, მისალმებოდნენ და მათგანაც მოესმინათ, როგორ არიან, როგორ გრძნობენ თავს, რა დამოკიდებულება აქვთ უწყოტი პროტესტის მიმართ. დღეს ოჯახის წევრები ლანისიხეს დატოვების შემდეგ პირველებს ეუბნებიან, რომ ასეთი მხნეობა, ერთობა არასდროს უგრძნიათ, მათ შორის მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ რამდენიმე წამით, თუმცა ენახათ მათე დევიძე, ის არის 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაუშვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობაში. ის არის ერთადერთი დემონსტრანტი, რომელსაც ამ დროის განმავლობაში მიუსაჯეს სასჯელი და სწორედ აქედან გამომდინარე არსებობდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ის არ ყოფილიყო ისე დადებით განწყობაზე, როგორც სხვა აქციის მონაწილეები, რომლებიც ჯერ კიდევ მოლოდინში არიან სასამართლოს გადაწყვეტილების და შეიძლება იტოვებდნენ ამ დრომდე იმას, რომ სასამართლომ იყოს განსხვავებული გადაწყვეტილება და ისინი მრავალი წლით არ გაუშვან პატიმრობაში, თუმცა მათე დევიძეც, როგორც გავიგეთ, არის ძალიან კარგ განწყობაზე, ისიც არის ძალიან მხნედ მიესალმა სხვა დაკავებულების ოჯახის წევრებს და ყველა ოჯახის წევრის მთავარი გზავნილი დღეს იყო ის, რომ ბრძოლა გრძელდება და რომ ყველა აქციის მონაწილე არის იმ აზრზე, რომ ახლა არ უნდა გაჩერდეს ბრძოლა და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ მიიღებს ახალ არჩევნებს და თითოეული ინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი. ძალიან შემთხვევით რამოდენიმე ბიჭის ნახვა მოვახერხე. იმხელა ემოციები იყო მართლა და იმდენად რაღაც აბივშე, აი ამ რაღაც პოზიტიური ენერგიით, რომ მართლა რაც უფრო მეტი დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ არ გვაქვს არავის იმის უფლება, რომ ეს ბიჭები შევატოვოთ რეჟიმს. ზუსტად რამოდენიმე წამით შევგრძელი, რომ მათთვის თვალი მომეკრა, ხელი დაუქნიე. ძალიან ისეთი მხნედ გამოიყურებოდა და მე მათე ბიჭს ვეძახი, ჩვენ მათეს და მათე ბიჭო, გამაგრდი, ყველას ძალიან გვიყვარხარ, შენს გვერდით ვდგავარ. თითოეული პატიმრის ოჯახის წევრები ერთმანეთს ვედგებით ბოლომდე გვერდში იქამდე, სანამ თითოეულის ინდისის პატიმარი არ გამოვა, არ შეიგრძნობს ისევ იმ თავისუფლებას და ბრძოლა ბოლომდე. სხვანაირად გარდაუვალია უბრალოდ. თორნიკესთან შემოვედი დღეს დაემთხვა ისე, რომ უკვე კამერა გამოცვლილი და მოხდა ონისე ცხადაძესთან და რეზიკო კიკნაძესთან და ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. ძალიან ბევრი ვიყავით. ბოლოს კულმინაცია იყო მათე დევიძე, რომ ისიც შემოიყვანეს და იმის ნახვაც და მისალმება კოცნის გაგზავნა მოვახერხეთ და აი სავსე გულით სითბოთი მივდივარ. ისინი გაბწყინებული თვალებით იყურებიან შიშკიდან და გწნობენ ყველას და ჩვენც აქედან აისუხელების ქნებით და კოცნების გაგზავნით ვართ. დღეს აპატიმროდან წერილი გამოაგზავნა ანდრო ჭიჭინაძემაც აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული მსახიობი ადრესატი მიმართვის არის მედია საშუალებები, სახელმწიფო მედიები. ანდრო ამბობს, რომ პროპაგანდის მსხვერპლი არიან მაყურებლები ამ კონკრეტული ტელევიზიების და მოუწოდებს მათ, რომ ასეთი რეზონანსული გახმაურებული საქმეები, როგორიც არის ინდისის პატიმრების სასამართლო პროცესები, პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცემოდეს, ან იტვირთებოდეს სოციალური მედიით, რომ მათ მაყურებელს შეეძლოს იმის ნახვა რეალურად რა დევს ამ ადამიანების წინააღმდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეებში. მოგმართავთ ტელევიზიებს, რომლებიც ცდილობთ სიმართლე დაუმალოთ საზოგადოებას. ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებს სამთავრობო არხებს. მაინტერესებს ჩვენი საქმიდან გამომდინარე, ზოგადად როგორ მუშაობს პროპაგანდა. მედია, რომელსაც აქვს ამბიცია ერქვას ტელევიზია, ან არ აშუქებს, ან მიკერძოებულად აშუქებს ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასამართლო პროცესს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. გააშუქეთ თითოეული დოკუმენტი და თითოეული სიტყვა პროცესებიდან და სისხლის სამართლის საქმიდან. ეს მხოლოდ დასტურებს ჩვენს სიმართლეს. ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 მოგმართავთ, რომ ამისთვის არსებობს იდეალური საშუალება, რომ თქვენ სოციალური მედიის გვერდზე გააშუქოთ პროცესები ლაივ რეჟიმით ან მოგვიანებით უწყვეტი კადრით. დარწმუნებული ვარ, უარს არ ეტყვით, რომ თქვენს მაყურებელსაც აჩვენოთ სიმართლე. პოსტსკრიპტუმ. პირველი არხი. მარტივად მიხვდებოდით, რომ თქვენს გეხებათ ყველა ზემოთ აღნიშნული სიტყვა. ეს არხი არის საზოგადოების. მიმდინარე და მომდევნო კვირებში ინდისის პატიმრების სასამართლოს ხდომები არის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული და ამ ტრიბუნასაც კიდევ ერთხელ პატიმრები გამოიყენებენ საიმისოდ, რომ საკუთარი პოზიცია მათ სისხლის სამართლის საქმეებზე საჯაროდ გააჟღერონ.